ყველვის სისწრაფით ჩაირბინა ამ 7-მა საფესტივალო დღემ და აი ყველაზე კულმინაციური მომენტიც დადგა, ეს არის დაჯილდოების ცერემონია. მოდი დავიწყოთ. აცის კომედიური როდის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცემა პრიზი გიორგი სანიკიძე. თბილისის მერიის რჩეულია გიორგი სანიკიძე. წელს მონაწილეთა რჩეული გახდა გიორგი სანიკიძე. ახალაც გოთი თამაინტერესებს. ახალაც გოთი ისმის. ბრავო! ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია ეს პრიზი, რაც მივიღე. პირველ რიგში ქეთი მადლობა. ქეთისთან ერთად ვიყავ ამ ჯილდოს ჩემი ქაბატა. ორი მაჭამკანი, ორივე მოწოდების სიმაღლეზე და ორივე უმეჭიერეს. გადავწყვიტეთ, რომ დავაწესოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის პრიზი. წელს ეს პრიზი მინდა გადავცეთ ჩვენი წლევანდელი ფესტივალის დებიუტანტს რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტს. კატო ჭანჭარი. დავქვიცვართ ყველა, ასე უდიდესი მადლობა ჩემ უნივერსიტეტს და ბატონ ირაკლის, ჩვენ რექტორს და იან ძალიან მიყვარხოთ ყველა. გამორჩეული სასცენო ხიბლის მქონე მსახიობს. ორზე არის გადაწყვეტილება მიღებული. ესენი არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაცვის გიგიას წევრები ტატო ზუბაძე და ხუჩა სებია. სიკო და ნიკო. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფსაც ყავს თავისი რჩეული. ეს პრიზი გადაეცემა არაჩვეულებრივ ადამიანს, ნინი ხელაძეს. ილოცა. გამარჯვებული გახდა შაკო დიშელიძე. ზუგა ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელია მარიამ კაგანაძე. გამარჯვებულია ელენე მოდებაძე. ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცემა კავკასიის უნივერსიტეტს.
ის რომ ჩვენი უნივერსიტეტი 10-ზე მეტი წელია მასპინძლობს აი ამ ფესტივალს, ეს ჩემთვის პირადად როგორც დღეს უნივერსიტეტის რექტორისთვის ძალიან სასიხარულოა და მე არაერთხელ მithქვამს რომ კვლავ მომავალშიც ჩვენი უნივერსიტეტი გააგრძელებს ჩვენი თეატრის, ჩვენი დასის და აი ამ ფესტივალის მხარდაჭერას მაქსიმალურად